ამ ვიდეოში ვისაუბრებ From-ის მეოთხე სეზონის მეოთხე სერიას. საკმაოდ საინტერესო სერია იყო, ამიტომ მოდი პირდაპირ დავიწყოთ. სერია იწყება შერიფის ოფისში, სადაც განიხილავენ ყვითელებში ჩაცმულ კაცს. ჰენრი ამბობს, რომ მისი ცოლი მას ხატავდა. თუ არ გახსოვთ, საუბარია აი ამ ნახატზე. ისინი ბევრს ვერაფერს გაარკვევენ, ამიტომ გადაწყვეტენ, რომ დაელაპარაკონ ვიქტორს. თუმცა ჰენრი ამბობს, როდესაც საქმე ჩემს შვილს ეხება, არანაირი ჩვენ არ არსებობსო. სხვებს დაახვევინებს და მარტო მიდის მასთან სასაუბროდ. ვიქტორი ამ დროს გარეთაა და ნაბიჯებს ითვლის, ისე როგორც ამას აკეთებდა პირველ სეზონში. ის ამას აკეთებს, რადგან ფიქრობს, რომ ხეები მოძრაობენ. ერთ-ერთი თეორიის თანახმად, ხეები მართლა მოძრაობენ. ამიტომაა, რომ როდესაც ვინმე ქალაქში მოდის და მთავარი გზიდან გადაუხვევს, უკან დასაბრუნებელ გზას ვეღარ პოულობს, რადგან ხეები მოძრაობენ და გზას ფარავენ. ზუსტად ესაა მიზეზი, თუ რატომ არიან იქ ყვავები, რადგან ხეებმა, რომელზეც ისინი იჯდნენ, მოძრაობა დაიწყეს და ამან ყვავები დააფრთხო. ასევე ეს თეორია ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო გადააქვთ ბიჭმა თეთრებში ტაბიტა შუქურიდან. მას არ უნდოდა, რომ ტაბიტას ზემოდან დაინახა ხეების მოძრაობა, რადგან თუ ის ამას დაინახავდა, შეეცდებოდა ქალაქიდან გასვლას, ხეები ისევ ამოძრავდებოდნენ და ისინი სავარაუდოდ რაღაც დიდ საფრთხეში ჩავარდებოდნენ. მაგრამ ეს ჯერჯერობით თეორია, ამიტომ მოდი დავივიწყოთ და გავაგრძელოთ. მოგვიანებით ვიქტორი აჩვენებს მამამისს ყვითელებში ჩაცმული კაცის ნახატებს. ეუბნება, რომ ისიც მანქანით მოვიდა, როგორც სხვები და მათი ნდობა მოიპოვა. ასევე ეუბნება, რომ დაინახა თუ როგორ ჭამდა ის დედამისს მირანდას. თუმცა ჩვენ ვიცით, რომ მირანდა მას არ მოუკლავს. ეს გააკეთა სმაილმა. როგორც ჩანს, მონსტრები ყვითელებში ჩაცმული კაცისათვის კლავენ ადამიანებს, რომ მან შემდეგ შეჭამოს. ამას დაუბრუნდებით ჯულიზე საუბრისას, თუმცა მანამდე ერთი კითხვა მაქვს. როგორ გადარჩა ვიქტორი მას შემდეგ, რაც ყვითელებში ჩაცმული კაცი დაინახა? ჩვენ ამ კითხვაზე ჯერ პასუხი არ გვაქვს, თუმცა ძალიან მაგარი იქნება თუ ის ჯულიმ გადაარჩინა და არ ახსოვს. იმედი ამ კითხვებზე პასუხები იქნება დაუპასუხოდ არ დატოვებენ, მანამდე კი გავაგრძელოთ. უბრუნდებით შერიფის ოფისს. კარგად დააკვირდით დონას და დაიმახსოვრეთ, რადგან სავარაუდოდ ის მალე მოკვდება. ამას ვარაუდობ იმის გამო, რომ დონა მოგვიანებით აი ამ სიტყვებს ამბობს. დამიერიდან თუ ვინმე გარისკავს სიცოცხლეს რაღაც სულელურის გაკეთებით, ეგ ადამიანი მე ვიქნები. როდესაც პერსონაჟი ასეთ რაღაცას ამბობს, როგორც წესი, ის მალევე კვდება. სავარაუდოდ უნახავთ, როგორ გაწირავს დონა თავს ვიღაცის დასაცავად და სავარაუდოდ ეს ვიღაც იქნება ტაბიტა. სამწუხაროა, თუმცა უბრუნდებით ისევ შერიფის ოფისს. ტაბიტა და ჯეიდი პირველად რჩებიან მარტო და საუბრობენ, მას შემდეგ, რაც ტაბიტამ მას ეს უთხრა. შეგეცი. შენ საერთოდ რა იცი? ჯეიდი მას უამბობს ცრემლების ტბის შესახებ და ხედავთ, რომ ეს ორი მაგარი იდიოტები არიან. არც ერთი არ იჯერებს იმას, რომ ეთანმა მამამისი ნახა და იმას, რომ ტბა არსებობს. ისინი ამას ბავშვურ ფანტაზიას უკავშირებენ. ნუ თუ საკმარისად ბევრი უცნაური რამ არ ხდება ამ ქალაქში იმისათვის, რომ ეთანს დაუჯერო. ნუ მოკლედ ტაბიტა არის მაგარი იდიოტი და ზუსტად ესაა მიზეზი იმისა, რომ არც ერთი შვილი არ ენდობა. ეთანი მას არ ეუბნებოდა ტბის შესახებ და არ ეუბნება რადიოს შესახებ. ჯული კიდე დროში მოგზაურობს, სადაც მუდამ საფრთხეშია, თუმცა ამას დედამის არ ეუბნება. მიზეზი კი მარტივია. ბავშვებმა იციან, რომ დედამისი მათ არ დაუჯერებს. ეს არის ტაბიტას დიაგნოზი. არ გითხარი, რადგან მეგონა არ დამიჯერებდი. საბედნიეროდ ამ სერიაში ის მაინც გავიგეთ, თუ რას აკეთებდა ფატიმა. როგორც აღმოჩნდა, ის აკეთებს გოლემს. გოლემი არის მიწისაგან ან თიხისაგან გაკეთებული არსება, რომელსაც აცოცხლებენ შელოცვით ან მაგიური სიტყვებით. ის ბრძანებებს ემორჩილება და საკმაოდ კარგი მცველიცაა, თუმცა ხშირად უკონტროლოც ხდება. ფატიმაზე დღეისათვის სულ ეს იყო, ახლა გადავდივართ სარასა და სოფიაზე. სარა სოფიას ეკითხება, რატომ გადაწყვიტე ჩემთან ცხოვრებაო? სოფია კი ეუბნება შენი სიკეთის გამო, თუმცა ჩვენ ვიცით, რომ ისით მანიპულირება უნდა. შემდეგ სარა მიდის ქვემოთ, არ ვიცი რატომ, ალბათ ჩემი YouTube არხის გამოწერა უნდა და სოფია კი რაღაცას ბუტბუტებს და სარას ისევ ხმები ესმის. ის ამბობს, რომ ხმები დაბრუნდა და თუ დაბრუნდა, ესე იგი ეს ის ხმა, რაც მანამდე ესმოდა. ნუ ჩვენ ეს ბევრჯერ გვინახავს, მაგრამ აქ მთავარია მეორე სეზონის მოვლენები, როდესაც სარა ამბობს, რომ ხმები ბოითს დასცინიან. ის დაგწივით. რა? ის ქალაქში დააბრუნეთ. გაათავისუფლეთ. ანუ გამოდის, რომ ეს რაღაც ჭიები, რომლებიც მარტინში იყვნენ, ყვითელებში ჩაცმული კაცის ერთ-ერთი ან მთავარი ფორმაა. ის იყო ჩაკეტილი მარტინში და როდესაც ბალერინას მუსიკალური ყუთი უკრავდა, მას ეძინა და როცა მუსიკა ჩერდებოდა, ის იხვიძებდა და აწამებდა მარტინს. დრო არ გაქვს ბოიდ. აქედან გააღწია სანამ მუსიკა ისმის. თუ გახსოვთ, ბოიდმა ეს ყუთი დაამტვრია და მან ამით ეს არსება გაათავისუფლა. ეს ბალერინა რაღაც მოჩვენება პირში ჭიებით თუ საცეცებით ჩვენ მეორე სეზონში ვნახეთ. როგორც ჩანს, ეს ბალერინა და კაცი ყვითელებში არიან ერთმანეთის საწინააღმდეგო არსებები. სავარაუდოდ ამის გამო ჰქონდა სოფიას ასეთი რეაქცია, როდესაც ბალერინას ფიგურა ნახა, მას თითქოს შეეშინდა მასთან შეხება. ნუ მგონი ცოტა შორს წავედით, ამიტომ მოდი დავუბრუნდეთ სერიას.
სარა ამბობს, რომ მას ხმებმა დაავალეს, რომ სასადილოში წავიდეს, წყალი დალიოს და ისევ დოქში დააბრუნოს. და თუ ამას არ გააკეთებს, მაშინ მისთვის ძვირფასი ადამიანები დაშავდებიან. სარა ეჭვობს, რომ ამით ხმებს სხვა ადამიანების დაინფიცირება უნდათ, თუმცა მაინც მიდის სასადილოში და სვამს წყალს, მაგრამ ბოლო წამს გადაიფიქრებს და გადახვრის. არ ვიცით როგორ, მაგრამ სოფიამ ეს შეამჩნია, როგორღაც ის ხედავს ან აღიქვამს იმას, რაც ამ ქალაქში ხდება. ის ხტება აუზში და ამბობს, რომ რაღაცამ გადამაგდოო. ამით ის მანიპულირებს სარაზე და კარგადაც გამოდის, რადგან სარა მიდის და აკეთებს იმას, რაც ხმებმა დაავალეს. მოგვიანებით სოფია ყვება აბრაამის ისტორიას, ოდესაც ღმერთმა მას შვილის შეწირვა თხოვა, რომ მისი რწმენა დაემტკიცებინა, თუმცა ბოლო წამს ანგელოზი ჩაერია და შეაჩერა აბრაამი, რადგან ღმერთის მიზანი არ იყო ბავშვის შეწირვა. ეს იყო ტესტი აბრაამისთვის და მან ეს ტესტი ჩააბარა. ზუსტად იგივე გაუკეთა სოფიამ სარას, ეს იყო ტესტი, რომ ენახა გააკეთებდა თუ არა სარა იმას, რაც ხმებმა უთხრეს. ასევე ბავშვების შეწირვა ამ ქალაქის მთელი ისტორიაა, თუმცა ღმერთისაგან განსხვავებით აქ მყოფმა არსებამ მშობლები არ შეაჩერა და ბავშვები დაიხოცნენ. არ მგონია, რომ ეს აბრაამის მაგალითი უმიზეზოდ მოიყვანა. დარწმუნებული ვარ, შემდეგ სერიაში მოხდება რაღაც, რის გამოც ჩვენ ამ საკითხს დაუბრუნდებით. თუმცა მანამდე გადავდივართ ჯულისა და რენდალზე. ავტობუსში რენდალი და ჯული კითხულობენ ეთანის წიგნებს და აღმოაჩენენ რაღაცას ისტორიებში მოგზაურობაზე. არ ვიტყვი რა ნახეს, რადგან ამას ფილმში ისედაც ამბობენ, უბრალოდ მინდა ვახსენო ორი საინტერესო რამ. ერთია ეს მესამე წიგნი, ეს წიგნი ჩვენ აქამდეც ვინახავს. ის ტაბიტას ეჭირა ხილვის დროს, როდესაც შუქურაში იყო და ჯიმის სხეული ნახა. და მეორე ისტორიებში მოგზაური ფრედი, რომელიც ძალიან გავს ერთ-ერთ მონსტრს. ასევე არსებობს თეორია, რომ ეს წიგნები ჯულიმ დაწერა, ან აწი დაწერს, შემდეგ დროში იმოგზაურა და ისე გააკეთა, რომ ეთანის ხელში, შემდეგ კი ამ ქალაქში აღმოჩენილიყო. და თუ ასეა, მაშინ როცა ჯულის ეუბნებიან ისტორიას ვერ შეცვლიო, ეგრეცაა ვერ შეცვლის, რადგან როდესაც ეს ისტორია დამთავრდება, ის მას თავად დაწერს და არც არაფერი იქნება ისეთი, რისი შეცვლაც დაჭირდება. ეს ასევე კარგად ემთხვევა მამაოს ვარაუდს სეზონი 1-დან. იქნება ამ ქალაქის მაცხოვრებლები. იმ წიგნში ვცხოვრობთ, რომელიც ჯერ დაწერილი არ არის. ჯული იწყებს ისტორიებში მოგზაურობას და გადადის წინა ციკლის ბოლო პერიოდში, სადაც მთელი ქალაქი ამოხოცეს მონსტრებმა, ან მოქალაქეებმა დახოცეს ერთმანეთი და მხოლოდ ვიქტორი გადარჩა. ის ხედავს ყვითლებში ჩაცმულ კაცს, რომელიც ჭამს ადამიანის ღვიძლს. მე დიდად ეს კავშირი ვერ დავინახე, თუმცა წავიკითხე, რომ ღვიძლი გამოიმუშავებს მომწვანო მოყვითალო ფერის სითხეს. და ეს საინტერესოა, რადგან როდესაც სმაილი გაკვეთეს, მას არც სისხლი და არც სხვა რაიმე სახის სითხე არ ჰქონდა ორგანიზმში, გარდა რაღაც ყვითელი სითხისა. ასევე მირანდას ნახატებშიც ვნახეთ, რომ მონსტრები რაღაც ყვითელ ტონებში არიან. არის შანსი, რომ აქ რაღაც კავშირია და ჯერჯერობით ვერ ვხედავთ. ასევე ახლა გასაგებია, რატომ ფატრავენ მონსტრები ადამიანებს და რატომ არ ეხებიან მაგალითად თავს, ფეხებს ან ხელებს. ისინი ამას აკეთებენ კაცისათვის ყვითლებში, რომ მან შეჭამოს ღვიძლი და შეიძლება სხვა ორგანოებიც, რაც მუცელშია, რა ვიცი, ვინც. სერიის ბოლო სცენაში ისინი პოულობენ რაღაცას ტბაში და არ გვაჩვენებენ რას, თუმცა თუ ტრეილერი ნანახი გაქვთ, მიხვდებით, რომ ეს არის ჩუჩელები. შემდეგ სერიაში ძალიან მაგარი ამბები გველის. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი მოკვდება და მათ შორის სავარაუდოდ იქნება დონაც. დღეისათვის კი სულ ესაა, არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ.